დიახ, დედა გაცივდა. შეიძლება თუ არა ძუძუთიკვების გაგრძელება ავადმყოფობის დროს. ძუძუთიკვება არა მარტო შეიძლება, არამედ უმეტეს შემთხვევაშია საუცილებელიცაა. რატო? იმიტომ, რომ ანტისხეულები გადაეცემა ბავშვს ისინი რძეშია და იმ მომენტში, როცა დედა ვირუსს ან ინფექციას შეხვდება, მისი ანტისხეულები მაშინვე იწყებს ადაპტაციას და ორგანიზმი იწყებს ბრძოლას. ამგვარად, ამ მომენტში ბავშვს გადაეცემა ის დაცვა, რაც ახლა სჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ავად გახდით, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს ან ექიმს. ხშირად კითხულობენ, გულისრევა ან დიარეა, ასეთ დროს შეიძლება თუ არა ძუძუთიკვება. უმეტეს შემთხვევაში ეს უსაფრთხოა. ნაწლავის ინფექციები დედის რძით არ გადადის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ხშირად დასმული კითხვებია რენტგენისა და ფლუოროგრაფიის შესახებ. ისინი უსაფრთხოა და რძის შემადგენლობა არ იცვლება. შეიძლება თუ არა კბილების მკურნალობა, ან მით უმეტეს ამოღება. კბილების მკურნალობა 100%-ით შესაძლებელია. ანესთეტიკები. სტომატოლოგი შეძლებს თქვენთვის შესაფერისი ანესთეტიკის შერჩევას, თუ ეტყვით, რომ ძუძუთიკვებოთ. კბილის ამოღება კი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. რატო? იმიტომ, რომ ანესთეტიკს აუცილებლად შეგირჩევენ, მაგრამ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები თუ საჭირო იქნება, ან ძუძუთიკვებასთან თავსებადი უნდა იყოს, ან დროებით შეიძლება გირჩიონ ძუძუთიკვების შეწყვეტა. სასარგებლო რჩევა. არსებობს საიტი ლაქტაკჯა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ პრეპარატის თავსებადობა ძუძუთიკვების დროს. იქ არის 3 სტადია და თქვენ შეძლებთ ამაში გარკვევას. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს. არსებობს დაავადებები, როცა ძუძუთიკვება ნამდვილად აკრძალულია. ესენია: აივ ინფექცია, ტუბერკულოზის აქტიური სტადია და სეფსისი.